Დაახლა დაპირებული ჩართვა ქუთაისიდან ამჯერად ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი დავით სერგიენკო უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. ბატონ დავით, მოგესალმებით და აქვე დაგისვამთ პირველ შეკითხვას. დღეს პრემიერობის კანდიდატმაც დაანონსა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დახვეწა იგეგმება მომავალ წელს. რა იგულისხმება დახვეწაში, ანუ რა ცვლილებებს უნდა ელოდონ მოქალაქეები ამ პროგრამის ფარგლებში? მოგესალმებით. ის ცვლილებები, რაც წინასწარ განაცხადა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჩვენ წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ შევეხეთ ამას და ხაზგასმით შემიძლია თქვა, რომ ეს იქნება სიახლეები სამი მიმართულებით. პირველი, ეს იქნება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე წვდომის მნიშვნელოვანი გაზრდა. მეორე, ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რაც უფრო მარტივად ნიშნავს, რომ დაავადებების უფრო ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და გართულებებთან ბრძოლა და მესამე, ეს არის სამედიცინო მოვლის ხარისხის სისტემის შექმნის დაწყება. ეს ძალიან დიდი და ამბიციური პროექტებია. და ბატონ დავით, საინტერესოა თქვენი შეფასება სოციალური შეღავათების კუთხით, რა სიახლეები არის დაგეგმილი 2016 წელს? სოციალური შეღავათების ან სოციალური დახმარებები თავისთავად სისტემურად საჭიროებს სისტემურ რეფორმას. მისი არსებული პრობლემები გამოიხატება იმაში, რომ მიუხედავად მრავალი ცვლილებების შეტანისა, მაშინ მაინც ხდება სუბიექტური მომენტი და არ არის მაქსიმალურად გამჭვირვალე და გასაგები მოსახლეობისათვის. ცვლილება რეფორმა, რომელსაც ჩვენ უკვე დავგეგმეთ და პირველი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ვფიქრობ, რომ მაქსიმალური სიმძლავრით მომავალ წელს ვიმუშავებთ ამაზე, არის შემდეგი. პირველი, რომ მყაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული მიზანი ამ სოციალური დახმარების, თუ რა არის ეს არ უნდა იყოს დემოტივატორი სამუშაოს მაძიებლებისათვის. მეორე, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და მესამე, ეს უნდა იყოს გასაგები და აღქმადი ნებისმიერი მოქალაქისათვის. და დამატებით ამ სისტემის, ასე ვთქვათ, შემკრავი კომპონენტი უნდა იყოს ისეთი მართვის მეთოდოლოგია, რომელიც მინიმუმ ყოველთვიურად მოგცემს იმის მონიტორინგის საშუალებას, თუ რამდენად სწორად ვითარდება მოვლენები დასახული მიზნის მისაღწევად. ბატონ დავით, ბუნებრივია 2016 წელსაც გაგრძელდება C-ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დაიწყო 2015 წელს. როგორც ცნობილი, იანვრიდან იგეგმება ახალი პრეპარატის ჰარვონის შემოტანა. თუ შეგიძლიათ მაყურებლებს რომ აუხსნათ, ანუ რით იქნება გასხოვებული ის უკვე შემოტანილი მედიკამენტისგან, სოფოსბუვირისგან და როგორ დაიწყება, ანუ რა პირობებში მოუწევთ მკურნალობა ბენეფიციარებს, ინფიცირებულ მოქალაქეებს? პირველ რიგში თქვენ ნებართვით, ჩვენ მოკლედ ვიტყოდი, რომ ალბათ სწორად უნდა გავიაზროთ, თუ რა მოხდა აპრილიდან დაწყებული დღემდე C-ჰეპატიტთან მიმართებაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ ასეთი უნიკალური შანსი. მე მოვერიდები რაღაც განსაკუთრებულ წარმოჩენას ამ პროექტის ჩემი მხრიდან ეს უხერხული იქნება, თუმცა ჰარვონი არ არის რაღაც ახალი რევოლუცია ამ პროექტში, ეს არის ახალი გენერაციის პრეპარატი, რომელიც შეიცავს უკვე არსებულ სოფოსბუვირს და რომელსაც ემატება კიდევ ერთი კომბინირებული პრეპარატი, რაც უფრო წარმატებულს ხდის მკურნალობას, უფრო ზრდის მკურნალობის შანსს და უფრო ამცირებს გვერდით მოვლენებს. თორე საკუთრივ პროექტი მიმდინარეობს უწყვეტად და მას ხარვეზები არ ქონია. მაგრამ როგორ გაიცემა ის თავად ინფიცირებულ მოქალაქეებზე, ანუ პირველ რიგში ამ შემთხვევაში ის წესი იმოქმედებს, როგორც იყო სოფოსბუვირის შემთხვევაში, ანუ ყველაზე მძიმე დაავადების ფორმებზე გაიცემოდა სოფოსბუვირი. ამ შემთხვევაში რა წესები და მეთოდები იმოქმედებს? წესები და მეთოდები დაახლოებით იგივე იქნება, დაემატება ალბათ ორი მთავარი კომპონენტი. პირველი ის, რომ ჩვენ გვყავს რამოდენიმე საბედნიეროდ ერთეული პაციენტი, რომელთანაც სოფოსბუვირით მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ეს მინიმალური რაოდენობაა, მაგრამ ეს არის პირდაპირ ჩვენება, რომ გადაერთონ ჰარვონით მკურნალობაზე და მეორე, თუ პირველ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ კლინიკურ მდგომარეობებს ვითვალისწინებდით, მხოლოდ ერთი კრიტერიუმი მქონდა, რამდენად მძიმეთი იყო ავათესა თუ ეს ადამიანი, ეხლა დაემატება რისკ ჯგუფები, ის რისკ ჯგუფები, სადაც განსაკუთრებით მაღალი არის ამ დაავადების შეძენის და გავრცელების რისკი. ბატონ დავით, თქვენ უკვე ახსენეთ საუბრისას პირველადი ჯანდაცვა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება მომავალ წელსაც. უფრო კონკრეტულად რომ განმარტოთ, რა სიახლეები არის თვითონ დაგეგმილი 2016 წელს უკვე ამ პროგრამაში? იმისთვის რომ ეს გავმარტო, მე ალბათ უნდა ახსნა საერთოდ რა არის პირველადი ჯანდაცვა და რა პრობლემები გვაქვს ამ მხრივ. ძალიან მარტივად, პირველადი ჯანდაცვა ეს არის დიახ, ეს არის მაღალი კვალიფიკაციის ოჯახის ექიმი, რომელსაც შეუძლია მართოდ აღმოაჩინოს და მართოს დაავადებები, მათი აღმოჩენისას
თანავე და მოახდინოს განვითარებების პრევენცია. ჩვეულებრივ განვითარებულ ჯანდაცვაში 80% მოსახლეობის ჯანდაცვის საჭიროებებისას ფარავს სწორედ პირველადი ჯანდაცვა. ჩვენთან არის პირიქით, უფრო მეტიც 90% შემთხვევებში პაციენტი მიდის სტაციონარში უკვე გართულებული შემთხვევების სამკურნალოდ. ჩვენი ამოცანა არის ამ პარიტეტის ლოგიკურ პროპორციაში დაბრუნება. ამ უმეტესი შემთხვევები უნდა მართოს სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლმა. ამისათვის საჭირო არის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ამისათვის საჭირო არის ექიმების გადამზადება და რაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ექიმების მოტივაციის გაზრდა. და ბატონ დავით, ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა დაგისვათ კითხვა, რომელზე პასუხს ელოდებიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები. თუ არის მოსალოდნელი კვლავ თქულების დათვლის მეთოდოლოგიაში 2016 წელს რაიმე ცვლილება მოსალოდნელი? მეთოდოლოგიური ცვლილებები ალბათ ნაკლებად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2016 წელს მოვახმართ სისტემურ ცვლილებას და პირობას ვიძლევი, რომ ეს ცვლილებები არ შევა ძალაში იქამდე, სანამ არ იქნება საზოგადოების ფართო განხილვის, ექსპერტული წრეების, საზოგადოების წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და არ მოხდება დეტალური გათვლა ყველა იმ რისკების და დადებითი მხარეების, რაც კი შეუძლია მოიტანოს ახალ სისტემურ რეფორმას. ძალიან დიდი მადლობა. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი დავით სერგეენკო პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პარლამენტიდან. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატს პარლამენტი